მღვდელი რას ემსახურება? ჩაწყობას გავუგოთ რა მაგ ხალხს. და მე ჩაწყობა არ მინდა. მღვდელი რას ემსახურება? ჩამიწყე საქმეები. მთელი ცხოვრება ვჭენაობ, ჩამიწყე ხლა იჭენავა ამ კაცმა, მაგრამ მე ჭირისუფალი შენთან რო ვარ ჩამიწყე. მერე ჩემსაც ჩააწყობს ჩემი შვილი. ნახეთ რა რელიგია მართლმადიდებლობა? მღვდლებს რა როლი აქვთ? ჩამიწყე საქმეებს. და როგორ უნდა ჩაუწყოთ? საკურთხი ის მიიტანე, ეს მოიტანე. ეხლა რამდენად არის ეგ სწორი? აი აქ უკვე გონებაა საჭირო. მიცვალებულს რაც ნაკურთხი უნდა. შენ გიჟი ხომ არა ხარ? დამთავრდა ეგ ამბავი. და თუ ეგ იმას სჭირდება. ახლა ისმის კითხვა. რა მდგომარეობაშია გარდაცვლილი ადამიანი? რატო უნდა ჭირდებოდეს იმას ნაკურთხი რაღაცეები და რატო უნდა ჭირდებოდეს იმას ჩაწყობა? ესე იგი, ის ცუდ დღეში არის, სადაც არის? ეს ამან იცის რომ ის ცუდ დღეშია. და თუ ამ რიტუალებს შენ არ შეასრულებ და შენ უნდა დაიტანჯო ის არ აკეთებდა, ეხლა შენ უნდა გააკეთო. მაშინ იმას არ ეშველება და თუ იმას არ ეშველა, შენც არ გეშველება თუ შენზე სხვა ჩააწყობს და არ იმუშავებს. ძირშივე სატანური არის შეხედულება. ამ დროს არავის ჩაწყობა არ ჭირდება. მადლით გადარჩენილები ქრისტეს მიერ. ჩვენ ქრისტეს სიყვარულის დადასტურება გვინდა და ჩვენ გვინდა ქრისტესთან ურთიერთობა. დამთავრდა. რა გვინდა ჩამწყობი მღვდელი? ჩვენ გვჭირდება ქადაგებელი, ქრისტეს ქადაგებელი პიროვნება. მღვდელს ნუ დავარქმევთ ბერძნული სიტყვა, ქართულად რო თარგმნო, მღვდელი არის პიროვნება, რომელიც შენ ცოდვას წვავს და მკრეხელობა არ არის ეს, როცა ქრისტემ გამოისყიდა? მღვდელთან ამისთვის კი არ მივდივარ მე. ამიტომ მე მღვდლის ამ ფუნქციას ვაუქმებ და რას ვაწესებ? პასტორი, ევანგელისტი, გამაგებინე ღმერთის სიტყვა. შენ უფრო ახლოს ახარ, დრო გაქვს მაგისი, გამაგებინე უფრო კარგად, არ მომატყუო, რომ შემოვიდეს ჩემში და მაზი არის ამას და მე შენთან ვიარო არა ჩასაწყობად, არა მამაძაღლობისთვის, იმიტომ რომ ჩაწყობა მე არ მჭირდება, ჩვენ გვყავს კი იესო ქრისტე, შენც და მეც. ხო, რომელი უფრო უკეთესია და რომელი უფრო სწორია? რა თქმა უნდა ეს არ არის საქართველოში და მან ყველა ცუდად იმიტომ არის. არავის ბოლომდე რო არ ჯერა, ვაიმე ჩამიწყობს, ვაი ჩამიწყობს კი, როგორ იქნება? ამდენად რომ მოკვდება ადამიანი, არ ჭირდება იმას არაფერი. მთავარია მოიყვანოთ მღვდელი და ლოცვები მკვდრის წინაშე. პარაკლისები. აი იქ ერთ-ერთ ეკლესიას სწორედ ამ საყვედურს მიმართავს აპოკალიფსი. ჩვენი მღვდლება როგორ გაიოლეს ისა? მოხვალ იქა, სანთელი, ნაკურთხი, ეს დღეები, ის დღეები, ეს ლოცვა-ილოცე, წადი. არაფერი. არაფერს არ აკეთებს ისა. ეს არის ჩამწყობი, შუამავალი. ჩემი ცოდვის დამწველი, გამსუფთავებელი, ცეცხლია, ხო? მღვდელი ხო ცეცხლია. მივალ და დაწვავს ჩემ ცოდვებს. ეს ახლა ცირცხვილი არ არის. მღვდლის ფუნქცია აღარ არის როგორც ჩემი ცოდვის გამომწმენდელი და აღარ არის ეს ფუნქცია. მღვდელმა არსებობა უნდა შეწყვიტოს და მის ადგილზე მასწავლებელი. ღმერთის სიტყვის მასწავლებელი. დასავლეთი უფრო სწორ პოზიციაზე დგას. ბიბლიურად ესია და რომ დგას სწორ პოზიციაზე, ცხოვრებას სწორედაც მოაწყეს. და მარტო რუსეთი და მარტო საქართველოა მასეთი და საქართველოს უკიდურესობა არის რა. ტოტალურად გამოჭუკება, გამოთაყვანებას აქვს ადგილი და არავინ კითხვას არ სვამს. კაცი რომ მოკვდება შენი ნაკურთხის რა თუნდა და თუ მაგას ჩაწყობა უნდა იქ, ესე იგი ცუდ მდგომარეობაში ყოფილა შენის. აი რატომ ხარ დამწუხრებული? ესე იგი შენ გააწუხებს, რომ შენი მიცვალებული ცუდად არის და სწორედ იმას აკეთებ, რომ კარგად იყოს. რა გაძინებს მაშინ? და ნაკურთხი რაღაცეებით იმას ეშველება? თუ ეს ეშველება სად არის? ესე იგი მართლმადიდებლებსაც აქვთ განსაწმენდელი და მღვდელზე ყოფილა დამოკიდებული ჩვენი მიცვალებული სამოთხეშევა თუ არა. ეს არის პირდაპირ მკრეხელობა ქრისტიანობისთვის. ვიღაცა იტყვის ეგრე არ არის. პრაქტიკაში ესეა. ხლა როცა მეავლაპარაკდები და იქ რომ არა იცი ჩასო არა ესე მე არ მithქვია, ესე მithქვია კაცო პრაქტიკაში როგორ არის? შევეკითხოთ რიგით მორწმუნეს. რიგით ევრისთვის დადეს. ის არის ყველაზე კარგი ჩვენი ინფორმატორი. მღვდელი ხლა მოგისმენს როცა ის დაინახავს სისულელეს იცახის ჩაასწორებს. არა ეგრე კი არა, ამასაც ვიძახით, იმასაც ვიძახით. არა, ამასაც კი ეს დიამატირო აქვს თავში. ღმერთი ვერ შველის მას, მღვდელი როგორ უშველის, იმიტომ რომ მღვდელს არაფერი აღარ შეუძლია, იმიტომ რომ ის გადავიდა უკვე. იქ სხვა თვისებაში გადავიდა. აქედან კავშირი როგორ არის ქარგამაგიჟო? აი საჭმელებით ხლა მამალი რო დავყალი და საკურთხეველში დავდგი ხა. აი იმას რა თუნდა ეგ არ გადამრიო კაცო. რაღაცა ოდნავ გონება გავხსნათ რა. რაში ჭირდება ეგა ხო? დამთავრდა ის, აქ იყო. იქით გადავიდა. სულ სხვა თვისებაშია. არიცი კი სად წავიდა. ამიტომ დარწმუნებული რო არის ეს რომ კარგად არ არის. ნახეთ მღვდელთან მიდის და ჩვენი ეკლესიაც იცით რას აკეთებს? უფრო და უფრო ჭირისუფლებს, აკომპლექსებს, აშინებს. საზოგადოებაში შიშს თესავს ეს. და შეაქვს ღმერთის დიქტატორული ისა, იქით აქვეყნის როგორ იცი? ეხლა თუ ესე არ გააკეთე, იცოდეთ რა, ჩემზეა დამოკიდებული. და როგორია ვლასტი აქვს მაღალი დონის და როგორ არის? აი გადავე ახლა დაგწყეული. და ეშინია თუ არ გაუკეთა ის დაწყევლის თავის მიცვალებულს და
ჯოჯოხეთში წავა. მღვდელზე ნახე როგორ არის მორწმუნე დამოკიდებული, ვაი საწყალი ქართველი მორწმუნე. ქრისტეზე იყავით ხახუნ დამოკიდებული ქრისტეზე. ეს მღვდელი რა ჯანდაბად გინდა? იესო ქრისტეზე დამოკიდებული კაცი 60-ში შედის და ის რამენერად მიხედავს ყველას და როცა იქ კაცი გადავა, დამთავრებულია გამბა, ის რწმენა კონდეს ქრისტეს სიყვარულით, თუ უყვარხარ, იქნებ შეგახვედროს ხომ? მას ყველაფერი შეუძლია. ყველა საშუალებებს გააკეთებს, ოღონდ დარწმუნდეს, რომ შენ სიყვარული გაქვს იმ ადამიანისა და იმას არ შეგახვედრებს და ბინძური მღვდელმა რა უნდა გამიკეთოს? გუშინ რომ შოფრად იყო, გუშინ რომ მშენებელი ის იყო, გუშინ რომ ფიზიკოსი იყო, გუშინ რომ ქურდი იყო, ამა რა უნდა გამიკეთოს კაცო? თან სირცხვილია ხომ? როცა ძალიან ძლიერი ინტელექტუალურისა გაქვს დონე და მარაგი, კაცი უნდა გამოიჭირო თავის სისულელებში, ან კიდევ ვათქმევინოთ, რას გულისხმობს ახლა რა ეკლესია ახლა თუთიყუშივით იმეორებ სხვის სიტყვებს, ეგ არ მინდა. გიფიქრი ამ საკითხზე? ნაფიქრი რო გაქვს შენ ესე იგი, შენ გულწრფელი და ბუნებრივი ხარ მაგ სფეროში და ეგ არის კაი და ახლა რომ აიტყებ ვიღაცის რადიოდან გამონათქვამებს და შენ არც დაფიქრებულ ხარ. ეს უკვე ჩათვალე რომ თუთიყუში ხარ. აი კიდევ იმეორებ. აი მოხდა ისე რომ მე 28 წლით არ კუნძულზე. იქ არავინ არ არის, მარტო აღმოჩნდი რაღაც უბედურ აი რობინზონ კრუზო გახსოვთ? დამთავრებულა რობინზონ კრუზოს საქმე. ის ეკლესიაში არ იყო. მაგრამ გახსოვთ ის ბიბლია ქონდა მას. ესე იგი, ეკლესიას აქვს რაღაცა დანიშნულება, მაგრამ თუ ესე იგი ეკლესია არა, ქრისტიანი არ ხარ. ამიტომ რა გაგებაზდებ შენ ეკლესიაზე? აი გაიხსენეთ ღმერთის სიტყვა მოწოდებული აი ბიბლიის მეშვეობით და განსაკუთრებით ადგილი გამოცხადება. ალბათ იცით 7 ეკლესიას რომ იმართავს, რა მდგომარეობაშია ის ეკლესიები, მიწასთან რას როეს. რა მოვიდა იმ ეკლესიას, რა გაცვალეს, რა შევიდა იქა, რა მოხდა? დაღუპულა ხალხი ესე, პირიქით, იმ ეკლესიაში იღუპებოდა ხალხი. აი იქ ვინც იყო. და სწორედ იმას მოუწოდებს იმას, ესე იგი, რა ჩაითვლება ეკლესიად? ადამიანთა თავყრილობა, რაღაც ერთ შენობაში თუ კიდევ უფრო ღრმა აზრი აქვს ამას. მე ვფიქრობ, უფრო ღრმა აზრი აქვს სიტყვა ეკლესიას. ის ეკლესიად ჩაითვლება, ახლა ვთქვათ, სამებაში არის 1500 კაცი შევა, ხო, სიტყვაზე ვიზა. ეგ ეკლესია, მაგაზე ლაპარაკობდა ღმერთი? კი, მაგრამ ეფესოს ეკლესიას რატო აკრიტიკებს? და ის 7 თეატირას ეკლესიას და სარდინის და ასე შემდეგ, ხო? ძალიან მარტივი, მით რო ვთქვათ, შედარებით. აღმოჩნდი მე კუნძულზე. არ ვიცი მე რამდენ ხანს ვიქნები იქა. მე ხომ იქ დავიტანჯები. იქ არავინ არ არის, ეკლესიაც არ არის და რა უნდა გავაკეთო მე? მე თავად ვიწყებ, ესე იგი, ეკლესიის რაღაცა წარმოდგენას. რა არის სიტყვა ეკლესია? რა სიტყვა არის ეკლესიას? რას ნიშნავს სიტყვა სიტყვით? ეკლესია ეს ხომ ქართული არ არის. ამას ახლა სხვა დანიშნულება აქვს ქართულ სივრცეში და არა მარტო ქართულ სივრცეში, თელერიგ იმეებში ამას სხვა შინაარსი შეიძინა. თუ ისევ ჩვენ მაგალითს მივხედავთ, თუ ესე იგი, კუნძულზე როცა მე ვარ მარტო, მე თუ არ მოვძებნე ეკლესია, ჩემი საქმე შავად არის. რას ვაკეთებ? მე რა არის ეკლესია ჩემთვის? როცა მე მწამს ღმერთი, ესე იგი, ეკლესია არის ის ადგილი, სადაც მე ღმერთი მეძახის. აი იქ კონკრეტულად ადგილი იყო, იქ სადაც იესო ქრისტე შეხვდა პავლეს. აი იქ იყო სიტყვა სიტყვით ეტიმოლოგიურად ეკლესია. დაძახება. იესო დაუძახა პავლეს. ეგ მომენტი არის ეკლესია. ეხლა ამას რო გააფართოვებ, მე დაამახინჯებ და უკვე იმათ სოციალური ტერმინების შინაარს შეიტან. ეს ამას აკრიტიკებს აპოკალიფსში თავად მაცხოვარი იესო ქრისტე. ასე რომ განმარტოთ, რა არის ეკლესია? ეს არის პიროვნება, რომელიც ძებნაში არის, არასწორ გზაზე დადის ღმერთზე და გონი არის და უცებ ხდება განათება თავის ან პირდაპირ გავიგოთ, სახარებისეულად გავიგოთ, ან ვთქვათ, გამინათდა თავი, რომ აი მე ღმერთს საჭიროება მინდა და მივაგენე სწორედ აი ამას. აი იმ დღიდან მე ვარ ეკლესია და იმ ადგილზე, სადაც ჩემი თავის განათება მოხდა, მე იმ ადგილზე დავდე ქვა, ან რაღაცას ვაშენებ და ყოველთვის იმ ადგილზე მივდივარ და მე კონტაქტი მაქვს ღმერთთან. ესე იგი, ეკლესია ყოფილა ის ადგილი, სადაც მე თავი გამინათდა და დაძახებული. ღმერთმა რომ მომიხმო, მე ვითარცა ცოდვილი ადამიანი. მე ამას მე ნიშანი დავადე და რაღაცა ავაშენე და ყოველი რაღაც დღეს მივდივარ იქა, პაემანზე. ეს არნიშნავს იმას, რომ მარტო აქ არის ღმერთი. განსაკუთრებულად, აი აქ მივდივარ მე. ეხლა უცებ გავიხედე და კუნძულზე ხედა მოდიან ხალხი. აი ესენი, როცა აი მიიღებენ ამას, უკვე ჩვენ, ნახეთ, ეს ერთი ჩემი მარტოსულობა ეკლესია, რომელიც მე კონტაქტში ვიყავი ღმერთთან, უკვე თქვენ შემოდიხართ ამ იმაში და გამრავდა ჩვენი ეკლესია. ცოცხალი, ჯერ ცოცხალი ეკლესია თვითეცი მე. და ამის ნიშანი, სიმბოლო ჩემი არის რაღაცა ნაგებობი ან ქვა, რაღაცა დავდგი რა, აი რაც ხდება ძველ აღთქმაში, ხო ახსოვთ იაკობმა როგორ ღმერთთან შეხვედრა რო ქონდა მასაც, აი იქ როგორც ვითარცა ეკლესია ქვა დადო. და აი აქ ღმერთს შევხვდი. ბოლოს ეს მიდის ისეთ არქიტექტურულ
გაგებამდე, როგორც სოლომონის ტაძართან გვხდება ჩვენ. თუმცა ამის მაგალითი ჯერ კიდე არის კარავი, მოძრავი ეკლესია. აი მოძრავი რაღაც კარავი, წესები და მაგას აეშლება, მიდიან, მერე ზო გააშლიან, გამიგდა იქ არის უამრავი წესები. და როცა ეს გამყარებული, ეს იძენს უკვე ისეთ დამოკიდებულებას, რომ უკვე იმ შენობაში შეიძლება შეიტანო შენი იდეოლოგია, შენი სისულელეები, რიტუალები და გაცოცხალი ღმერთი განდევნო იქიდან, ეგ ეკლესია აღარ არის. და სწორედ მასე იქცა ის 7 ეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე აპოკალიფსში რომ მიმართვა არის. აი წაიკითხეთ. ამიტომ ისმის კითხვა, რატომ არის გაწმინდავებული ის ადგილი, სადაც მე რაღაც ღმერთს შევდგი, მე ქვა დავდგი და მოხდა ჩემში ესეთი რამე. დამავიწყდა მათ რომ ღმერთს შევხვდი, მე ღმერთთან კონტაქტი დავკარგე, იმის ადგილი დაიკარგა ქვამ, გავაწმინდავე ქვა და ეხლა მივდივარ ქვას ველაპარაკები. რაღაც ამდაგვარი არის ძალიან ბევრი მორწმუნეებში, როცა დაყაყალობენ სოფლიო ტაძრებში, საფრანგეთი იქნება, გერმანია თუ საქართველო. ესე იგი რაღაც ამდაგვარი არის მეთქი, ესე იგი როცა უკვე გაიცვალა ადგილი, ცოცხალი ღმერთის მაგვირად დადგა ჩემი წარმოდგენები, რიტუალები დავამატე იქა, იქ ქვას მერე შენობა მიუმატე, იმ შენობაში წესები შევიტანე, მერე თქვენ შემოგიყვანეთ იქა, ის ჩემი წესები რო დამრე რიტუალები, აი და თანდათან ცოცხალი ღმერთი დამავიწყდა და წესები, საზეპიროები, ტრადიციები შემოგტენეთ თქვენ. თუ ამას ეკლესიას ვეძახით, ეს ეკლესია არ არის. ეკლესიას აქვს თავდაპირველი მნიშვნელობა და ის უნდა იყოს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა, ეს კაი რამეა. თასაგები ადამიანი გჭირდება, როცა ღმერთზეა ლაპარაკი, მე ჩვენ იმას კი არ ვიცახით, რომ ძალიან კარგია ეკლესია, ძალიან კარგია, მაგრამ რა არის ეკლესია ჯერ უნდა განმიმარტო. აი, შენი განმარტებიდან გამომდინარე, მე მივხვდები სწორი ხარ თუ არა. როცა იქ შეყრილი არის, თქვათ, ხალხი და არავის არაფერი არ ჯერა და არ წამს. ეგ ეკლესია აღარ არის. ეს არის ადამიანთა თავშესაყარი. ესე თავშესაყარი ადგილი არის სოციალური იმეებში, ბაზრობებზე არის, რაღაცა სპორტული იმეებზე არის, ჟელობენ, ბაღში აერჩევენ და არჩევენ ფეხბურთს და ის ხალხი გაერთიანებული არიან ერთი მისწრაფებებით. მაგალითად, მუშტაიტის ბაღში იყო, შეიკრიბებოდნენ კიკვიზის პარკში იყო ფეხბურთზე, ფანები. და 3 საათიანი დისკუსიები მიდიოდა ეს მოციქულები ლაპარაკობდნენ. ეგეც ეკლესია, სოციალური გაგები. სპეციალური ტერმინიც ჰქონდა, აგორაზე იკრიბებოდა ხალხი და ძალიან ესეთი ისო გამოდიოდნენ და ეს ახლა როცა ამას აურევს ადამიანი და ამას გააკერპებს და ამას საკრალურ, მისტიურ მნიშვნელობას მიანიჭებს, აი ამას არ ვიღებ მე. ესე იგი რამე დავთქვა, სამებას ჩემთვის საკრალური მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ამ დრო არის საქართველოში. ეგ არის ჩემთვის ნაგებობა აშენებული შესახვედრად ღმერთის და თუ მერწმენაში არ მაქვს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, ჩემი მანთისიარულს აზრი არ აქვს. და მან ხალხს გაწმინდავებული აქვს ეგ ადგილი. თვითონ ეს ქვა რაღაც იმას იწვევს, იცი მაშინ ეს ტაძარი უნდა აკოცონ რა. აი ჩემთვის ეგ სისულელია. ეგ არის შენობა, სადაც მოდიან ადამიანები და მე მჭირდება ჩემი ძმაები, დები და ჩვენ საუბრობთ იქა, რაღაც აი სობორულობა არის ქრისტეში და ჩვენ ვართ ეკლესია. ხო, ოთახში ხო ვერ შევიკრიბებთ 1500 კაცი. და მით უმეტეს იქ ვიღაცა ლაპარაკობს, ვიღაცა კი არა ვთქვათ, ერთ-ერთი კაცი ყველა ყვერიყაყანებს და გვაცნობს რა რაღაც დღეს აკავშირებს რაღაცასთან. აი ამ დღეს ამ პაემაზე რაზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, როცა გიყვარს ქალი, ნიშნავ თუ არა რაღაც ადგილს, შესახვედრი ადგილი, დაძახება, ხო? და ქალი პაემაზე ხვდები და იწყება ლაპარაკი, ხო? რაზე ლაპარაკობთ? ვიღაცა ლაპარაკობს, შედიხარ ცობორულობაში მაშინ. მერე კიდე ან იმ ადგილზე ხვდებით, ან სხვა ადგილს. შეიძლება ის ადგილი ძალიან ისე მოგეწონათ, რომ სული ხვდებით და მართლაც ყოფილა ცხოვრებაში, რომ ერთ-იგივე ადგილზე ხვდებიან ადამიანები. მაგრამ რომ მიდიან იქ, რასაკეთებენ? აი შედიან ერთმანეთში, ელაპარაკებიან, რაღაც აი ხდება აზრის გაცვლა, გამოცვლა, გაზიარება, გამთლიანება და რაღაცა არ გატყოფნა ჰარმონიაში. რაღაც ამდაგვარი არის პაემანი ადგილი, სადღაც ადგილი უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ღმერთი გვეძახის. მაგრამ დღევანდელი სოფლიო ეკლესიები დაემსგავსა და კლუბებს, რელიგიური საკლუბო ადგილები არის. ხოლოდ უბრალოდ არის ესენი გაერთიანებული არიან ამ რელიგიური რაღაცა ჟონგლიორობით, თქვათ, ან აშფანდურით, ცეკვით, ან რიტუალებით. რიტუალები არის და ერთ-ერთი ეკლესია სწორედ აპოკალიფსში, სწორედ ამას ამხელს, რომ შენ თქვენ გაცვალეთ ცოცხალი ღმერთი რიტუალებში. და მართლაც იქ ძალაუფლება შევიდა უკვე, რიტუალები, ფილოსოფია ცოტა ესა და დაივიწყეს ცოცხალი ღმერთი. და პირველი სიყვარული დავიწყებულიაო, ხო, მიუთითებს. ხო, გაიხსენეს სად დაეცი. და ეს ახლა 7 არის მიმართვა ეკლესია და ბიბლიაში 7 ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გავყვეთ ჯერ დააწყებული შესაქმედან აპოკალიფსში ჩათვლით ძალიან ბევრ პარალელებს მოგიზებნით 7-ის უამრავი ისამა, ჯერ სიზმარი იოსების, მერე 7 იმის სიზმარი, 7 მაგრა ფიგურირებს მოკლედ რა. ეს არ არის შემთხვევითი ციფრი მანდ.
და მანდაც 7 ეკლესია კონკრეტულად 7 ეკლესიაზე კი არ არის ლაპარაკი. ეგ არის სრულყოფილი ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ეკლესია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა არის და თანადროული არის და ჩვენს გვეხება. ჩვენი ეკლესიები არ არიან განა იმ მდგომარეობაში, რომელზედაც ლაპარაკი მანდ არის? დღეს ახლა ჩვენი ეკლესია კი არა, საერთოდ ეკლესიები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნილებასაც, რაც წაუყენა იესომ, აი როცა გამოეცხადა კუნძულზე იოანეს. დღევანდელი ეკლესიები რა ვიცი, ეს არის საკლუბო დაწესებულებები. და ერთ-ერთი კიდე მანდაც არის შიზოფრენიული ხალხი მიდის, სანთელს აანთებს, ეს ეკლესიად არ ჩაითვლება. ამიტომ მე ესე მესმის ეკლესია, სიტყვასიტყვით ეტიმოლოგია, მე როცა შენ პაემანზე მიდიხარ ღმერთთან და რაღაც ადგილს იგონებ რა, რომ აი სად შეხვდი ამ სიყვარულს და იქ ლაპარაკობ, თორე ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვხვდება ღმერთი სხვა ადგილზე. მაგალითად, პირველად გოგოს შეხვდი ერთ ადგილზე. თუ იმ ადგილს თქვენ გააკერპებთ და არასოდეს არსად არ ხვდები გოგოს, თქვენ უკვე გოგო გაცვალეთ კერპთაყვანისმცემლობაში და ადგილს მიანიჭეთ დიდი მნიშვნელობა და ქალი დაივიწყეთ. თქვენ შეხვდით ქალს ერთ-ერთ ადგილზე, ის ადგილი და თქვა თქვენ მოგონებაში, მაგრამ იმ ქალს ხვდებით თქვენ მერე სხვა ადგილზეც და ბოლოს სახში შემოიყვანეთ. და იქ ხანდახან იმ ადგილს იგონებთ, ხანდახან მიდიხართ პირველად აიქ შეხვდი შენ. გადახედეთ როგორი გაგება არის ესა. გააღმერთეს ადგილი, გააწმინდავეს ადგილი და რა სიტყავს ცოცხალი ღმერთი ჩვენგან ის ყველას დაავიწყდა. რა დებილიც არის, ადამიანის დებილი რჩება. ამიტომ ეს ეკლესიის გაგებაც უნდა განმარტოთ. რას გულისხმობენ, როცა ეკლესიაზეა ლაპარაკი ახლა ურწმუნო ადამიანების თავყრილობა, გინდა სამებაში იარეთ, გინდა იერუსალიმის ტაძარში, გინდა სოლომონის ტაძარში. არაფერი აზრი არ აქვს. სადაც ურწმუნოები შეიკრიბებიან, იქ ღმერთი არ არის. სადაც 2 ან 3 ჩემი სახელით შეიკრიბებით, მეც იქ ვარ უიძახის და სადაც მართლა იკრიბებიან იმის სახელით, ქრისტე იქ არის. ქვია სამება თუ რომელიღაცა კუნძულზე. თუ არ იკრიბები ქრისტესა და აი ეკლესია სწორედ არის ის 3 კაცი ჩემთვის ქრისტეს სახელისთვის რო შეკრებილი. გამიგეთ რა არის ჩემი განმარტებაში ეკლესია? ცოცხალი ადამიანების ურთიერთობა ქრისტიანებისა. ეგ არის ეკლესია. და თუ ეს გაიზრდება 20,000 კაცამდე, შენობა საჭირო არის. რომ არ დაგვაწვიმოს, არა ღმერთს კი არ უშვენებთ შენობას ჩვენ. ჩვენ გვჭირდება შენობა და შესატყვისი რაღაც არქიტექტურით, რაღაცეებით გვჭირდება რომ შევიკრიბოთ 20,000 კაცი. რაღაც ადგილზე ხო უნდა შევიკრიბოთ კაცო, ეგრე არის ხო? ბარის მოყვარულები ბარში იკრიბებიან, სტრიპტიზის მოყვარულები სტრიპტიზში იკრიბებიან და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანდა მაინც იქ არის ღმერთი და არ არის სახში. რაღაცა მოთხოვნილება გვაქვს 20,000 კაცი ერთად შევიკრიბოთ. აი იქ ადგილზე მივდივარ, მაგრამ რომ გამოვდივართ იქიდან 1 საათის მერე, მე ამ ცხოვრებას ვაგრძელებ სახში. მე გიკავშირდები ტელეფონზე, მაგრამ კვირაში ერთხელ უფრო ცოტა აი გაერთიანებული ძალებით რაღაც თემას ვამუშავებთ, ორგანიზებული ეს სიამოვნებას მანიჭებს. თუ ეს ემსახურება ამას, მაგასაც ეკლესიაში სიარული აუცილებელი მოთხოვნილება არის ადამიანის. და ასევე ჩემიც. მაჩვენეთ ადგილი, სადაც იკრიბებიან ამდენი ხალხი, მასე ქართველები და მოგიკვდეთ ჩემი თავი თუ იქ არ მივიდე მე. ჩემთვის ეგ არის ეკლესია. და როცა ეხლა შევედი მართლმადიდებლური იმაში და სისულელებზე ლაპარაკობენ, ზოგმა არ იცის რას აკეთებს. გამობიჟუტუდა მღვდელი და იბოდიალა 2 წუთი და დაიმალა. გაიჭვარტლა იქა სანთლები და პირჯვრების წერები და კედლებს კოცნიან, მუხლი ჩოქები დადიან. ჩემთვის ეგ არ არის ეკლესია. ეგ კერპთაყვანისმცემლობა არის და კერპთაყვანისმცემლობა ეს შეურაცხყოფაა ღმერთისა. ეხლა ქალის პაემანზე შევხვდი რა ისე გავაკერპე ადგილი რომ ერთ შენერ დღეს რომ მივედი იქ, სანამ გოგო მოვიდო და მე დავასწარე, გოგო გვიან მოდის და მიყურებს ესეთ რამე სურათი ნახა. მე ვკოცნი იმ სკამს, სადაც ის ქალი იჯდა, ვკოცნი იმ ადგილს. მოდამადგა თავზე და სულ დამავიწყდა და ისევ ამ სკამს ვკოცნი, ისევ იმას ვკოცნი, უყურთ მოვშტვინე რა, იმაში ვარ. ესე იგი, ნახეთ ცოცხალი ქალი გავცვალე იმ ადგილზე და მატერიაზე, რომელზედაც ეს იყო. რაღაც ამდაგვარი არის ძველ აღთქმაში, როცა უკვე ღმერთმა მიუთითა, რას აკეთებთ ხალხანო, ეს რა არის ესე? რა დანიშნულება ქონდა ამას და როგორ მოხდა რომ მე გამაგდეთ და გააკერპეთ მატერია და გააკერპეთ. ამას სატანა აკეთებს ხო? როცა ეს დაემთხევა, ეს მაგარი რამეა. ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, მე შენობა ავაშენეთ ლამაზი ძალიან კარგია, რომ იქ ვიკრიბებით ძალიან ბევრი ხალხი და ნაყოფიერია ესა და ეს ანიშნავს იმას, რომ სახში არ არის, სახშიც არის ეკლესია, ტრამვაიშიც არის ეკლესია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ტრამვაიში ისეთი ხალხი ამოდის, რომ ძალიან ბევრს ღმერთთან ურთიერთობა არ აქვს. ამდენად ტრამვაი არ არის ეკლესია. თუ იმ ტრამვაიში 30 კაცი ამოვიდა, ისეთი ვინც იქ შენობაში ვნახე, ტრამვაიც ეკლესია არის. დრო ღმერთი იქაც არის. მე ცოტა უტრებას ვახდენ ამისას და მე მგონი გაიგებთ და აი არ შემოვა შემთხვევითი და მართლაც იმ შენობაში, სადაც ჩვენ ღმერთს ხვდებით
და მე ვიცი რისთვის მიდიოდა და თქვენც იქ შემთხვევითი ტიპი აღარ შემოვა. დღევანდელ ეკლესიებში გაივლის კაცი შეეხეტება იქა. ვიღაცა შეეშინდა რაღაცა შემოვარდა იქა პირჯვარი გადაეცა. ეს ახლა ეკლესიაში იყო? ხედავ რას აყენებს წინა პლანზე ეს? თავის თავს კი არა, თავის გამოსწორებას კი არა. ადგილს თითქოს აი აქ რო შევა, ამას ეშველება. ხო, ახლა შენობებით ჩვენ ვერ გამოვიცვლებით. ვერც ანთლების ანთები გოგიშველის და ამიტომ ვთქვი, ქართულ სივრცეში მისტიური იდუმალებით მოცული რაღაც ოკულტისტური დანიშნულება აქვს ამ შენობებს. და ეგ არის მკრეხელობა ბიბლიის თანახმად. მანდ ახლა აკონტროლებს მართლმადიდებლობა ყველაფერს. ამაზე ორი აზრი არ არის. და იმიტომ რომ მანდ არაფერი არ იძვრის და ახლა ეგ გასართობად და იმათ შეყრილი ხალხისთვის ახლა სიარული და რაღაცა ეგეც დროის ხარჯვა არის. რბილად რომ თქვა, ხო? მანდ ტოტალურად ერთი იდეოლოგია ეგ, რომელიც ყოვლის მომცველია ყველა სფეროში. რატომ არის მანდ რომ აი თავრობის გამოცვლით რო არ შეიცვლება არაფერი განსაკუთრებით ახლა ამ პერიოდში, რომელი პერიოდიც აგულისხმები აი 2012 წელი ეს სხვა რაღაც ეკო რაღაც იმებში შევედით სისტემებში და რაღაცა გლობალიზაცია და თელი ამბები. ჩვენ მაშინ იზოლირებული ვიყავით საბჭოურ სივრცეში და სხვა ეკონომიკური სივრცეში ვიმყოფებოდით. ახლა სულ სხვა რამე არის. და მთავრობის გამოცვლით არაფერი იმიტომ არ იცვლება, მანდ იდეოლოგების ბრძოლა არ არის. ნუ ამერიკაში გოგითხარით ძირითადი წამყვანი 4 არის, 6-7 არის, მაგრამ აი ხალხი რო ყავს და რაღაც დაჯგუფებები, ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციოლოგია, ყველა სფეროში, ასეთი 4 არის. ხო და ამის მონაცვლეობით ხდება რა, ჯერობით წამყვანი რომელიც არის, ის აი ზუსტად ისეთი არის სათავეში ახლა, ხო? აი ხალხი. და როცა იდეოლოგიით არ მოდიხარ, იდეოლოგიას მარტო ერთი კაცი კი არ არის. აი იქ არის ფილოსოფია, თეოლოგია, ფსიქოლოგია, ბიოლოგია, ყველა სფეროში ეკონომიკა, სამართალი, ისტორია, ყველა ერთად ერთიანდებიან ეს მეცნიერები და ცვლიან იდეოლოგიის მთავრობის სისტემას. მე მიდიან ნელ-ნელა ესე. და როცა უკვე ეს იდეოლოგია მოიჭმევა და დროს ამოწორავს, სხვა იდეოლოგია მოდის. და ყველაფერი მართლა იცვლება. მანდ კიდე ერთი იდეოლოგია არის და ახლა ერთი იდეოლოგიის მატარებელი ბიძინა ცვლის მეორე იდეოლოგიის მატარების საქმე. მანდ არაფერი არ გამოიცვლება ადამიანის სასიკეთოდ. არც სიტყვა ეს ერთ და იგივე ხალხია. აი 100 კითხვა რო დაუსვათ ბიძინას და სააკაშვილს პასუხებს არში ერთს მივიღებთ. ხო, მანდ როგორც აზროვნებს შიოლაშვილი, ისე აზროვნებს ტაქსი შოფერი და ეს ერთი იდეოლოგია მოსახლეობის 100%-ში. ერთი იდეოლოგია და მანდ რა უნდა გამოიცვალოს? რანაირად? ვინ არის ახლა ამის თავკაცად, ხო, ვინ გვევლინება, ხო, ახლა მართლმადიდებლური იდეოლოგიით გავრცელებულია რა ეს იდეოლოგია ყველა სფეროში და ეკონომიკასაც მოიცავს, ეგა პოლიტიკასაც, ისტორიასაც, ყველაფერს და ფაქტურად არაფერი არ გაკეთდება სანამ ეს იდეოლოგია. ამას უნდა დაუპირისპირდეს სხვა იდეოლოგია, ხო, როგორც ამერიკაში, გერმანიაში, იდეოლოგიების დაჯახება იყო და იდეოლოგიებში ყოველთვის მოიაზრებოდა მეცნიერ მუშაკები. პირველ რიგში ფილოსოფოსები, თეოლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, ბიზნესმენი, სულ ყველა. მათ კიდე ახლა ერთი იდეოლოგია რა. აი ქართული ღირებულებები და სწორედ ამას რო საშიკროება დაემუქრა, საასრებოდ სააკაშვილს წადიიქდა, ეროვნული ხარა, გინდოდათ ხალხო ეროვნული, აგერ ეროვნული, ქართული, გავუშვათ ქართული. მაგრამ ხალხს ამასმა უნდა და ხელფასი უნდა და რაღაცა უნდა. მოკლედ, დიდი მნიშვნელობა აქვს რა იდეოლოგიას ატარებ, ისე მოაწყობ ეკონომიკას და ცხოვრებასაც და იდეოლოგია კიდე არის აზრების ერთობლიობა, რომელიც ბოლოს სოფხედულობაში გადადის და მაგით აშენებ ყველაფერს და ეს საკითხები მეთქი საქართველოში დამუშავებული არ იყო. თავიდანვე ოდითგანვე იყო მართლმადიდებლობა და ისტორია. ბაგრატიონები დღესაც თავში უდევს ყველას, ეს ისტორიები, ეს წარსული, ამიტომ გუბაზე ყოველთვის მოწინააღმდეგე იყო სააკაშვილი, იმიტომ რომ ეს ემუქრებოდა წარსულს და გუბაზე მოვიდა, დაწყნარდა. გუბაზე ხელფას არ მოუმატებს ხალხს. всё, მაგისთვის ახლა ქართულში ზის, всё, იცავს ქართულ ღირებულებებს. სააკაშვილი აღარ იცავდა. რა შეიცვალა? არაფერი. ამიტომ ამდენად ასეთ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სამართლიანობაც ითხოვს იდეოლოგიას. რა იდეოლოგიაც გაქვს, ისეთია სამართლიანობა, ისეთია ეკონომიკა, ისეთია პოლიტიკა, ისეთია ხელოვნება, ისეთია ყველაფერი, აი თეოლოგია და ფილოსოფია. ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა იდეოლოგიათა ბრძოლა. და ამას იწყებენ ინტელიგენტები და ხა ქუჩაში რო ჩამოდი და მე დამჯდები, ერთი იდეოლოგიის წარმომადგენლებია ყველა და ძმები, ტყუპისცალები ებრძვიან ერთმანეთს. მე ვიქნები კაბინეტში, შენ ჩამოდი, შენ გაძეხი, ახლა მე ვარ. და ახლა მანდ ნახე რა მოხდა? ერთი გამწყარი ხალხი, მეორე მოვიდა ხალხი, წილში ჯდომა არის. ესენი ახლა უფრო მეტი მჭამელები მოვიდნენ და არ გინდათ ახლა იმდენ ხალხს პენსიები ყველას ხო ციხეში არ დაიჭერ კაცო. ყველას ახლა რო გაუშვებს სამსახურიდან პენსია უნდა დაუნიშნო, იქ მუშაობდა ის ხალხი. და მაგაზე მეტიც ბრძოლა. წილში ჩაჯდნენ ბიუჯეტის წილში და
რიგით ადამიანი უფრო გაღატაკდება ხოლმე და ამიდან გამომდინარე ასეთი ვითარებებით, ცვლილებებით, რაც საქართველოში ხდება, რიგითი ადამიანის ცხოვრება უფრო გაუარესდება. რიგითი. იქამდე არ მივა, იმიტომ რომ ეს არ ფიქრობენ ხალხზე. იდეოლოგია არ უშვებს ამას. ხო და იზოლაცია კიდე. აი ეს ოქროსკვეთა და რაღაცა თავში, ესეც სისულელეთ მიმაჩნია. ხლა არაფერს არ აკეთებ. რელიგია საჭირო, რელიგია უნდა გადავხედოთ, რა არის შემაფერხებელი ჩვენი ცხოვრების ასაშენებლად, ეკონომიკის ასაშენებლად. ხლა ყველაფერი ამ რელიგიას ეჩვენება, რომ არის მტერი ჩვენი და ქარხანა მტერია, ხელოვნება მტერია და ტელევიზია მტერია. რა ვიცი, ყველაფერი მტერი ამ რელიგიისთვის და ახლა არაფერი არ ვაკეთოთ. ესე იყო მთელი პირველი საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით საქართველოს ეგ იყო, რომ საშინელი აგრარული ღაღატაკებული ქვეყანა იყო. საშინელი რა. რომ ყავდა ევროპა ჩვენთან წერაკითხვა არ იცოდა არავინ. აი აქამდე როდის მივლენ ესენი, ეგ მე არ ვიცი ახლა და ახლა სააკაშვილმა ეს ვერ განახორციელა, იმიტომ რომ ეგეც იმ იდეოლოგიის მატარებელია, რომელი იდეოლოგიის მატარებელი არის ნებისმიერი ქართველი და მათ რიცხვში ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს აი ამიხსენი. ეს ჩვენ ვიცი, აქ რო ცხოვრობთ და ამდენი რაღაცეები აქვს და როგორ აშენდა ეს ქვეყანა. ესე არ არის კაცო ის. ეგ ტოტალიტარული ერთი იდეოლოგიის მატარებელი არც ერთი ქვეყანა არ არის. გერმანია იყო ფაშიზმის და დაემხო. საბჭოთა კავშირი იყო მართლა და დაემხო. ტოტალიტარულად ერთი შეიძლება გაატაროს. საქართველოში ტოტალურად ერთი აზრია. ტოტალურად არ არის, აბა კარგად იან. ამიტომ მანდ არაფერი არ გამოვა. როგორ შეიძლება ხა და ამ იდეოლოგიის მედროშეთ ეკლესია გამოდის. და ისე გამოთაყვანდა ინტელიგენტები რომ დაექვემდებარენ, შეეტენენ ეკლესიას და ხლა პოლიტიკოსი ხა გაგბო ბეჭო რაღაცა იაზროვნე, იფიქრე, გამოიკვლიე, შეისწავლე ქართველი რა არის, გადავაფასოთ, რა გვაფერხებს, რის ბრალია, სწორია კი ეს რელიგია, არ გაკი ეს, რა ჯანდაბად გვინდა. რელიგია მოთხოვნილება ადამიანის, მაგრამ რა თმინდა რელიგია, რომელიც გაგაშეშებს, დაგაყურებს, დაგაბლუებს, ვერაფერს ვერ აკეთებ, გაგაზარმაცებს. რა ვიცი აბა. ასე რომ სამართალი ერთ-ერთი შემადგენელია იმ იდეოლოგიისა, მსოფლმხედველობის, რომელსაც ატარებდა. ხა მართლმადიდებელ იდეოლოგიას თავისი სამართალი აქვს და როგორი სამართალია საქართველოში კარგად ხედავთ ეგერ. რა სამართალი ეს არის? მოვიდა ტიპი, წადი ახლა შენ მე მოვდივარ. იჭერ იმას. მე რა ახლა ჩემს სახში მოვარამე, ხელფასია, ქარხნები გაიხსნა. თუ ნორმალური ცხოვრება წავა ხა 7 შვილი ყავს ერთს 5 შვილი ყავს ყობა დავითაშვილის 5 შვილი ის ახლა შენზე იფიქრებს და ხელფას ჩამოიჭრის ახლა 4000 ლარს და თქვენ დაგირიგებთ ეგ არის ზღაპარი იდეოლოგია მაგას არ აქვს ისეთი განსხვავებული რომ ეგ დააფიქროს მაგან და შეაწუხოს და ის მევიდა უკვე ყველაფერი რიგზე არის მორჩა გუბაზისთვის უკვე ყველაფერი დაამთავრდა ეგ იცავს ახლა ქართლის ისტორიას დაამთავრდა რა გიღა გავგაგდეთ ის უკვე საქართველოს გადარჩა რატო იმიტომ რომ აი ქართული ისინი მოვიდნენ ეკლესია, ისტორია, ფარნავაზი, მაგით ჭამთ პურს. ეგ რასაც აღარ იდეოლოგია, ხო წარსულში ჯდომა, წარსული გმირების განდიდება, წარსული, აი მეტად წარსული და რა მაგარი რაღაცაა, რაც უნდა ქართველებს, აბატონო, წარსულს დაგიბრუნებთ და ახლა ხელფასი არ მომთხოვთ გაზდა. აი როდის მოვა ხალხი რომ გამოიცვლება და არა, ეს კი არა. ოჯახის გადარჩენაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით სააკაშვილი იმიტომ გადააგდეს, რომ ქართული ღირებულებები, ღირსება არ განმარტეს რა. მე პირდაპირ ვიტყოდი, იცი რა? ხელფასი, მე მკლავ მშიერი. მე ესე გამოვიდოდი. არავით არის ღირსება, მირს ეგ ქართულ პირდაპირ სცხვენია ქართულს აღიაროს, რომ ეკონომიკური მოთხოვნილებები დააყენოს. უფრო ამოფარებულია სულიერებას, აი ჩვენი ღირებულებები, ქართული მართლმადიდებლობას ემუქრება სააკაშვილი. კაცო, ჩემ ოჯახი გადამირჩინოს და ჯანდაბას მაგათ. ყველა ოჯახი გადაარჩინოს. აი მოვა ერი, თუ მოვიდა, რო იტყვის რომ იცი რა არის? სოციალური, ეკონომიკური პრობლემა იყოს ნომერ პირველი. მაშინ ვიტყვი რომ რაღაცა გამოფხიზლებულა მანდა და ჯერჯერობით სააკაშვილს ეს არ მოთხოვის და მე მგონი ბიძინასაც არ ათხოვენ მაგას უკვე. ეს ისევ ევროპა, ნატო, ეს წავა თვითონ ახლა გასუქთება, მოყვა ყარა ყიურყიური ბიჭები, ძიძიგურები და ისენი. ესენც თავის ოჯახებში შვიშვილი ყავთ იმათ, გაზდა უნდა, ჭამა უნდა, სკოლა უნდა, კაი განათლება უნდა. გადახედეთ რა 4000 ლარი ეყოფა ამებს? ამათ 4000 ლარი არ ეყოფათ. ამიტომ ისინი არ ჩამოიკლებენ, პირიქით გაზდიან, ფასებს მოუმატებენ. მოუმატებენ ყველაფერს ფასებს. როგორ შეიძლება დააკლონ ფასი? არ ამჯერა მე ეგ რა. როგორ იდეოლოგიის მატარებელია ესა და რანაირად? საზღარი იდეოლოგია, ეგოისტური, მამაძაღლური. ხო, ისტორიაში ზიან, ისტორიას კიდე არ ეხებიან, კი ბატონო, აი ძეგლები, რამე, აი სადაც ჩანს იცი ეკლესიების აშენება, მღვდლების წამოწევა, ამათ ეხმარებიან ესენი. რიგითი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არავინ არ ფიქრობს. ეს არის საზღარი იდეოლოგია, რომელიც იკვებება წარსულით. წარსულის გმირებით, იმიტომ რომ ის წარსული პენსიის გაზდას არ ითხოვს, ხო, დავით აღმაშენებელი, არავინ. ძალიან ადვილია ეგენი განვადიდოთ და ცოცხალი ადამიანი გადავაგდოთ. ეგ მიდის. სააკაშვილი ხო ესე აკეთებდა, ეს კაცი ამას გააგრძელებს. როლი თვე გავიდა. არაფერი არ აჩანს. არც გამოჩნდება.
პირიქით, უფრო მეტი ხალხი შემოდის, წურბელები, გაგდებულები. აბა გადაყრილი ხალხი არ ჩამოსულა არც საბერძნეთიდან და ის გვირები ისე ვირებად რჩებიან, მოდიან წურბელები, კულაკები, განდევნილი კულაკები მოდიან და ითხოვენ თავის ქონებას. დაეტაკებიან ერთმანეთს. მანდ ბრძოლა მიდის, ხო ეკონომიკური და ესეთი ხალხმა რა ქნას. ხო, არავინ ხალხზე არ ფიქრობს. ამიტომ ვიძახე, ეგ სამართლიანობა არა ის არის მანდ ერთი. სამართლიანობა მოვიდა ერთი წურბელა და იცი რა არის, უნდა გაგაგდო შენ რომ მე არ მეყოფე რა. წიში შენი ჯდომა მინდა, აქ ბიუჯეტი შენც ვერ მოგცე. ხო, ნახეთ რა გააკეთე, სააკაშვილს შეუმცირეს. არ შეემცირებოდა, ამათ ვეღარ გაუნაწილდებენ. სააკაშვილს რო შეუმცირეს, თქვენ ხელფას კი არ გაგიზდიან მაგაზე. იმას შეუმცირეს, გუბაზას გაუზარდეს, ვიღაცას გაუზდიან, ხო? ისევ იმ ხალხს. და სწორედ არის, შენ 9 წელი ჭამე, გეყოფე ახლა ჩვენ, ხო? ჩამოაჭერეს 50 მილიონი, 10 მილიონზე. სად წავიდა ის 40 მილიონი? რომელიმაში წავიდა? რა პენსიები მოიმატა? არა, იქ ხელფასები, ზიანი, ღლავი ტიპები შევიდნენ 5-5 შვილიანები და ისინი რო აქვთ, რა, ლონდონებში სწავლა და იმაში სწავლა და 20,000 დოლარიანებს იმას სასწავლებლები რო უნდა ყველას. რა, ქართველს არა, აქ ეგ მოთხოვნილება? აბა ისთვის შევიდნენ იქა და ქართული ღირსება ჯოქს. ბატონო, შენ ღირსება. აღარ გისმენენ ტელევიზორში, აღარ გისმენენ. ნუ გეშ, მშვიდად იარე ქუჩაში. ჩარვალ ჩახთილმა და ხმელაჭადი ჭამე. ნახოთ რამდენ ხანს შეჭამს ის კაცი, რომ ილაპარაკობდა, რომ იცი რა, ადრეც ხმელაჭადს ჭამდი, ეხლაც ხმელაჭადს ჭამს, მაგრამ ამოვისუნთქე. მაინტერესებს რამდენ ხანს ისუნთქებს ესე. ეს არის პრიმიტიული აზროვნება. რას მატყუებთ, კაცო? რა ჯანდებათ მინდა ესე? რა მოისუნთქე? რა მინდა ეხლა გაღლეტილ კაც ჯერეთი არც არავის არ უსმენს სახში. გაღლეტილ კაცი როდის იყო ახლა უსმენდეს მოსასმენების ძვირიღის და მე რა თქმა უნდა მოსმენა ყველა ადამიანი თვითონ არის მანდ აგენტი. შევა პარლამენტიდან გამოიტანს გუბაზას სიტყვას ცოლსეტყვის ცოლი მეზობელს მე მომაჩვენამდე. მანდ ხო არაფერი პირზე არავის არ ამაგრდება. რა მოსმენა უნდა მანდა და ისე იტყვიან რომ არიქა იცი რა აი სააკაშვილი წავიდა და ამოვისუნთქეთ. სისულელე რა არაფერი ამოსუნთქვა. სოციალურად გაუმართავია ქვეყანა, ისევ ტერიტორიები დაკუცმაცებულია, ეგრე იქნება მუდამ. ხელფასები საერთოდ უფრო ისე ცხოვრება გაძვირდება, უფრო ძვირდება. აი სასწავლებელი უფრო გაძვირდება. ეგ 2x2 4-ია. მოდის ეს გაქცეული წურბელები, კულაკები რო გააქციეს, ხო, იმათ ქონება ამებმა მიითვისეს. ეხლა მოვდივარ ძმაო, დემოკრატია, ჩემი ქონება დამიბრუნე. ზიან რიგებში სასამართლოსთან რიგები იქნება წლიანი ყველას საჩივარი აქვს. ყველა საჩივარი. გადმოუყარა ევროპამ ეხლა იცი რა, დემოკრატია მოხვედით თქვენ გაარჩიეთ ეგ საქმე. იქ ხო თავი ტკიოდა ევროპას ამათი საჩივრებით. თელი საქართველოს საჩივრები ევროპაში მიდიოდა. ეხლა აი აქ დაკავდებიან. ისმის კითხვა, რიგითი მაცხოვრებელის რა? დაველოდეთ ბატონო. ამიტომ როცა ქართველის აღარ შერწყვება და იტყვის, იცი რა, სოციალური მოთხოვნილებები. ცხოვრების გაუმჯობესება, ელემენტარული ხელფასის მომატება, მუდმივად აი მეტენგერი, აი ვიტყვი რომ ეგ არის უკვე რაღაც გამოფხიზება. ეხლა იქ ციხეში პატიმარს აუპატიურებენ. გამოვიდა ხა ციხეში ან აუპატიურებდნენ და ან არა. მე რა ვიცი რა სპექტაკლი დაიდგა. როგორ ვენდოთ მასეთ იდეოლოგიის ხალხს, მანდრო იდეოლოგიას აზიზღარი. ნამდვილად სწორია? და ვინ იცის რამდენი кайფობს გონი ჩვენზე. მე ვერ დავიჯერებ მაგას. ტელევიზიიდან მოწოდებულზე ჩაწყობილი ყველა სულ ჩაწყობა აქ ამ იდეოლოგია. აი ყველაფერს აწყობენ. კადრებით ჩააწყეს, წინდაწინ ვიღაცა მოამზადა, ვიღაცას არ აწყობდა, ვიღაცას გადაგდება უნდა, ვიღაცის მოტეხვა უნდა, ვიღაცის გაწმენდა უნდა. სააკაშვილს აწმინდავებენ, სხვანაირად იჭერენ. ეხლა ვინ აჭამს მაგას? ჯერჯერობით ისე მიშიკუარი პრეზიდენტი. და მაგაზე არავინ არაფერს არ იძახის. და ყველა სხვა არ დაიჭერ კაცო, გაყვე ესე, გაყვე თელი საქართველოს ისევ ციხეში შევა. რა გამოვა მანდიდან? არაფერი. აი ეხლა ამინისტია, აქაც ჩაწყობები არის. რა 40,000 კაცი გამოვა იქიდან, ამბობენ 28-30-ია, ხო ზოგი 40 იძახის. არა, 700 კაცი. მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არის შერჩევითი სამართალი, რა სამართალია. პირველი ვიცით ვინ გამოვიდა, თამაზაშვილი, იმი ჯაჭულიანის ძმა, ხო მე ვიყვა მას ცოტანე, იქ უპატრონოროზის ის ბავშვი და ამოდენიმე ვიცი, იმას არაფერი არ ეხება. ტყილა როა შეტენილი 20 წელი, 40 წელი, 30 წელი აქვს ერთ კაცს, ერთ მაჟიზნენი აქვს მიცემული გონი. რისიგულისთვის კაცი არ მოუკლია იმასაც, ხო? მაშინ ესენიც პოლიტიკური პატიმრები არიან, იმიტომ რომ შეეწირენ ესენი ყველაფერი იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებდა სააკაშვილის რეჟიმი. და პოლიტიკური პატიმარია ნებისმიერი ქართველი მანდროზის, გარდა ფსიქოპათოლოგისა, სექსუალური მანიაკისა და მკვლელისა. სხვა დანარჩენი, რო დაიჭირე 2 ქათმის გულისთვის 20 წელი რომ მიეცი და ბანკომატი გატეხა და 30 წელი მიეცი, ესეც პოლიტიკური პატიმარია. იმას სახლი კი გაუქურდია ვიღაცის. ცხოვრება ისე შეუქანე პირობები რომ წავიდა ბანკომატზე. მაღაზიაში შევიდა რაღაცა გამოიტანა იქიდან. ასე რომ მანდაც ჩაწყობა მიდის. და ამას ახლა ამის მოწესრიგება მე რაღაცა მე ვერ ხედავ, მაგრამ მოწესრიგდეს და ვინ მოაწესრიგებს მაგას სისულელი ეგ ყველაფერი. რა ბიძინა, რის ბიძინა და რის კახა კალაძე და კიდე მეჩიტოვი და კიდე ვინ აყავს მანდა.
წულუკიანი ახლა ზის და თავი ადუღებული ბოლოს ამოუვა ყელშეს და გადააგდებს იმას. რამდენ ხანს გაუძლებს, ხო? ხო იცი, პირველი კურსზე სწავლა ადვილია, გიხარია. მეორე კურსზე თან და მესამეზე უკვე აღარ დადიოდი ლექციებზე. საქართველოს ხო იცით როგორ არის? პირველ 15 წუთს ფეხბურთს ითამაშებ, დანარჩენი ტაიმი გეზარება თამაში. ეს წულუკიანი მაინტერესებს, რამდენ ხანს იქნება ენთუზიასტურად აი სამსახურში. რამდენ ხანს იქნება მინისტრად კიდე კახი კალაცი. რას გამიკეთებს? ასე რომ ესენი თავიანთ იმაზე მოვიდნენ. იდეოლოგიის ბრალია მეთქი ეგა.